შენს სხეულში მეორე გულია და დიდი ალბათობით ამის შესახებ არასდროს არ ხსმენია. სად არის ეს გული და რატომ არ გვასწავლიან მის შესახებ? ყოველ ჯერზე, როდესაც გული იკუმშება, ის სისხლს უშვებს ფეხებისკენ უპრობლემოდ. მაგრამ იცი რა არის სინამდვილეში ყველაზე რთული? ამ სისხლის ისევ უკან გულისაკენ დაბრუნება, რადგან ფეხებიდან სისხლი გულისაკენ გრავიტაციის საწინააღმდეგოდ უნდა ავიდეს. მაშინ ჩდება კითხვა, როგორ ახერხებს სხეული ამას, მაშინ როცა ვენური წნევა გაცილებით უფრო დაბალია ვიდრე არტერიული. პასუხი კი წვიუს უკანა კუნთებშია, განსაკუთრებით სოლეუსსა და გასტროკნემიუსში. როდესაც დარბი ხარ, ან უბრალოდ დადი ხარ, ამ კუნთების შეკუმშვა ვენებს აწვება და სისხლს გულისაკენ უბიძგებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ეძახიან ამ მექანიზმს მეორე გულს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მეორე გული პირდაპირ მნიშვნელობით. ეს არის კუნთოვანი ტუმბო, რომელიც ვენურ სისხლს ეხმარება გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მოძრაობაში. და ეს უბრალოდ ლამაზი მეტაფორა არ არის. კვლევებმა აჩვენეს, რომ წვივის კუნთის ტუმბოს დარღვევა ხშირია ქრონიკული ვენური დაავადებების დროს, ხოლო რეგულარული მოძრაობა და ვარჯიში ამ ტუმბოს მუშაობას აუმჯობესებს. ახლა დაფიქრდი, თუ მთელი დღე ზიხარ, 8-10 საათს უმოძრაოდ ატარებ. რამდენჯერ იმუშაო დღეს შენმა მეორე გულმა? ალბათ ძალიან ცოტა. ამიტომაცაა, რომ ექიმები გრძელ ფრენებზე, ან უბრალოდ ოფისში მუშაობისას გვირჩევენ, რომ პერიოდულად ავდგეთ და გავიაროთ. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აქტიურებს წვივის კუნთოვან ტუმბოს, აუმჯობესებს ვენურ დაბრუნებას და ეხმარება სისხლს მიმოქცევაში. ირონიულია, მაგრამ ზოგჯერ ჯანმრთელობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრაობაა. სულ რამოდენიმე ნაბიჯი.